ოპოზიციის ისტორიული გამარჯვება უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში და ვიქტორ ორბანის 16 წლიანი მმართველობის დასასრული. ოპოზიციური პარტია ტისას ლიდერი პიტერ მადიარის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ამბობს, რომ ორბანის პოლიტიკის საპირისპიროდ უნგრეთი კვლავ ევროკავშირისა და ნატოს სანდო პარტნიორი იქნება. 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, რომლის მეშვეობით უნდა გარკვეულიყო, უნგრეთი კვლავ რუსეთის მოკავშირედ არჩებოდა თუ არა, მონაწილეობა ამორჩევლების 78%-მა მიიღო. ეს აქტივობა ქვეყნის უახლეს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი აღმოჩნდა. ხმების დათვლის შედეგად ოპოზიციურმა პარტია ტისამ პარლამენტში 138 მანდატი მიიღო, რაც მას საკონსტიტუციო უმრავლესობას აძლევს. ვიქტორ ორბანის პარტია ფიდესმა კი 55 მანდატის მოპოვება შეძლო. კიდევ ერთმა პარტიამ ჩვენი სამშობლო საკანონმდებლო ორგანოში 6 მანდატი მიიღო. ბუდაპეშტში გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე, სადაც 10,000-ობით მოქალაქე იყო შეკრებილი, პიტერ მადიარმა მუზეუმი მხარდამჭერებს მიმართა და თქვა, რომ მათ უნგრეთი ერთად გაათავისუფლეს და თავიდან მოიცილეს ორბანის რეჟიმი. პიტერ მადიარმა დღესვე არჩევნების შემდეგ პირველი საერთაშორისო პრესკონფერენცია გამართა. უნგრელმა ხალხმა გუშინ მკაფიო გადაწყვეტილება მიიღო. ისინი ამაყობენ, რომ ვართ ევროკავშირის და ნატოს ნაწილი. ისინი ამაყობენ, რომ 1000 წლის განმავლობაში ჩვენი წინაპრები, ჩვენი მეფეები, დედოფლები და პრინცები იბრძოდნენ იმისთვის, რომ ევროპის ნაწილი ვყოფილიყავით. ჩვენ ვამაყობთ, რომ საუკუნეების განმავლობაში ვიცავდით ევროპის საზღვრებს. ყველა უნგრელი ამაყობს თავისი ევროპული იდენტობით და ხალხმა დაინახა, რომ ეს ბოროტი პროპაგანდა ატყუებს მათ. ადანაშაულებს ევროკავშირს და აკრიტიკებს მას თითქოს ევროკავშირს უმისურს. ყველა მისის, რომ ეს მშვიდობის პროექტია. ევროპული გაერთიანება სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ დამფუძნებელ სახელმწიფოებს შორის ომი აღარასოდეს მომხდარიყო. ევროკავშირის შექმნის შემდეგ ომი აღარ ყოფილა. ამიტომ უნგრელმა ხალხმა შეძლო ეგრძნო და გაეგო, რომ ის ფაქტი, რომ დღეს უნგრეთში მშვიდობა, დიდწილად სწორედ ევროკავშირისა და ნატოს დამსახურებაა. ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება გუშინვე ჯერ კიდევ მანამდე აღიარა, სანამ ხმები სრულად დაითვლებოდა. ის ბუდაპეშტში გუნდის წევრებთან ერთად მხარდამჭერების წინაშე გამოვიდა და თქვა, რომ არჩევნების შედეგი მტკივნეული, მაგრამ ნათელი იყო. მანამდე ოპოზიციის ლიდერმა პეტერ მადიარმა Facebook-ზე დაწერა, რომ ორბანმა მას დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ვიქტორ ორბანი, რომელიც როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, ასევე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერით სარგებლობდა, ევროკავშირისა და უკრაინისთვის სერიოზული პრობლემა იყო. ის უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხის გაცემას და რუსეთის მიმართ სანქციების მეოცე პაკეტს ბლოკავდა. არჩევნების შედეგები ჯერ საბოლოო არ არის, თუმცა გასაგები და ცხადია. არჩევნების შედეგი ჩვენთვის მტკივნეულია, მაგრამ ნათელი. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვენიჭა. გამარჯვებულს მივულოცეთ. ჩვენ არასდროს ვნებდებით. ეს არის ის, რაც ხალხმა ჩვენზე იცის. არასდროს ვნებდებით. პიტერ მადიარს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, იტალიის, სლოვაკეთის, ესპანეთის, ჩეხეთის, სერბეთისა და კანადის ლიდერებმა. უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტაც გამოეხმაურნენ. ახლახან ვესაუბრე პიტერ მაიერს, რათა მისთვის გამარჯვება მიმილოცა. საფრანგეთი მიესალმება დემოკრატიული ჩართულობის გამარჯვებას, უნგრელი ხალხის ერთგულებას, ევროკავშირის ღირებულებებისადმი და უნგრეთის ევროპაში ყოფნას. ერთად წავიდეთ წინ უფრო სუვერენული ევროპისკენ, ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და დემოკრატიისთვის. ულოცავ პიტერ მადიარს და ტისას პარტიას მათ დამაჯერებელ გამარჯვებას. მნიშვნელოვანია, როდესაც კონსტრუქციული მიდგომა იმარჯვებს. უკრაინა ყოველთვის ცდილობდა კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ევროპაში ყველასთან და მზად ვართ გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა უნგრეთთან. ევროპა და ყველა ევროპული ერი უნდა გაძლიერდეს და მილიონობით ევროპელი ისწრაფვის თანამშრომლობისა და სტაბილურობისკენ. ჩვენ მზად ვართ შეხვედრებისთვის და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ქვეყნის სასარგებლოდ, ასევე ევროპის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიის არჩევნებში დამარცხებას ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერიც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეერთებულ შტატებსა და ნატოს სხვა მოკავშირეებს შორის კიდევ უფრო გაძლიერებულ მეგობრობას მოუთმენლად ელის. უნგრეთის თავისუფლების მოყვარე ხალხმა მკაფიოდ დაუჭირა მხარი დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ულოცავ მათ და პეტერ მადიარს, უნგრეთის მომავალ პრემიერ-მინისტრს. მათ უარყვეს ვლადიმერ პუტინის, მსოფლიოს ყველაზე ბოროტი დიქტატორის მავნე გავლენა და საკუთარი მომავალი თავად გადაწყვიტეს. შეერთებულ შტატებსა და ჩვენ სხვა ნატოს მოკავშირეებს შორის კიდევ უფრო გაძლიერებულ მეგობრობას მეუთმენლად ველი. ვიქტორ ორბანის მარცხსა და პიტერ მადიარის გამარჯვებას გამოეხმაურა რუსეთი და ბელარუსი. კრემლის პრესპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, უნგრეთმა თავისი არჩევანი გააკეთა და ისინი ამ არჩევანს პატივს სცემენ. ისევე თქმით, უნგრეთის ახალ ხელმძღვანელობასთან პრაგმატული კონტაქტების გაგრძელებას ელიან. 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობდა. საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა. ამორჩეველი ერთდროულად ხმას როგორც კონკრეტულ კანდიდატს, ასევე პარტიულ სიას აძლევდა. პარლამენტში არსებული 199 მანდატიდან მაჟორიტარულ ოლქებში ხმათა უბრალო უმრავლესობით 106 ნაწილდებოდა, დანარჩენი 93 კი პროპორციულად. მთავრობის ჩამოყალიბებისთვის 100, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი 133 მანდატი იყო საჭირო.